Სალამი მეგობრებო, ტემუს unboxing-ს ვიღებ. Როგორც წინა ტემუს unboxing-ებში არ ვაჭიანურებდი ხოლმე, ხაც არ გავაჭიანურებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ, დავიწყებ ნივთების გახსნას და დაანბოქსებას. თქვენ კიდე ამასობაში აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი. ხო, კიდე ესეთი იდეა მქონდა, რომ Pinduoduo-ს unboxing-ი ხო არ გადავიღოთ ხო, იმიტომ რომ იქ ძალიან იაფიღებს, ან ბევრად იაფიღებს ყველაფერი. უბრალოდ ცოტა კომპლექსური საიტია, მეც ვერ დავამოღამეჯერ კარგად. და თუ გექნებათ სურვილი რომ მაგ საიტიდან გამოვწერო და თან გასწავლოთ რაღაცეები, ეგეც აუცილებლად დააკომენტარეთ. ეხლა კიდე დავიწყოთ. ხო, მოდი ეს დიდი ამანათი გავხსნათ ჯერ. ეს სავარაუდოდ საროჩკარი. საროჩკის ქართულად საროჩკას რა ქვია? არ ვიცი. ამათ ვერ ჩავიცვალ, იმიტომ რომ ცხელა იხადა ამ გზემყავენით ძალიან გთხოვთ, ნუ ჩამაცრევთ. ფოტოებს ამოვანათებ ვიდეოში ჩაცმული როგორი უნდა იყოს. შემდეგი ეს რა არის? წამის ჩემი ჯადოსნური მაგალითი მოვიტანო. და გავხსნა. One eternity later. ეს არის ხალხო. ეს არის ჩემი ფერის ხომთელი ხარ, კი? ჩემი ფერის რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. ნახეთ? ცოტა. მე ხო ძალიან ლამაზი თმები მაქვს. და ესეცნაირად კეთდება, ეხლა მოღრენცილია, იმიტომ რომ იმაში იყო რა ქვია, შეფუთვაში, მაგრამ ნახეთ. ვაიმე. როგორი ლამაზია. ეს გადავიხადე 0 და 1 თეთრი. ეს არის სამკაულების ჩასადები, რომელშიც გადავიხადე 7 და 80. ნუ ძალიან იაფიც არ გადამიხდია. იდეაში რომ მიდიხარ სადმე და მგზავრობ გადმოძრავ, მე ვყრი ხოლმე ერთად ყველაფერს. მე მეხლართება, მებურდება ერთმანეთში და 2 საათი ვუნდები ხოლმე რომ ერთი რაღაც წასაბამი გავხსნა. ამაში ლამაზად კოპტიად ჩავაწყობ ბეჭდებს და სამკაულებს და რომ წავალ სამოგზაუროდ თუ არა სახლშიდაც რომ დავდო და შიგნით ჩავალაგო ლამაზად რაღაცები, მეგონი ძალიან გაიო. ის ერთწამით. აი, ესეთი кейსი გვაქვს. წიგროვი, რომელშიც გადავიხადე 7 და 50. საკმაოდ ძვირი გადამიხდია ამ кейსში. რავი, ადრე რომ ვყიდულობდი ხოლმე ტემოდან кейსებს, 2 ლარი 2.5 ეგრე ღირდა ხოლმე, მაგრამ ეხლა რაღაცა ყველაფერი გააძვირეს და რავი, შაშანდელ ტემოს unboxing-ს თუ ნახავთ, მად უფრო იაფად მაქვს ყველაფერი ნაყიდი, მაგრამ რას ვიზამ. ბარე მეორე кейსი მაქვს და მაგასაც გავხსნი. აი, ეს არის პოტერჰედებისთვის ეს кейსი და მე ვშიშობრო, შემდეგი რაღაცა თვეები ეს кейსი ჩემი საყვარლის кейსი იქნება, სულ ამით მიხელავთ. და მაგლებო გთხოვთ რომ ჩემ ტელეფონს არ შეეხოთ. 6 და 50. ხო. ამ кейსში საკმაოდ ძვირი გადამიხდია ტემოს კვალობაზე. აქ კი ძვირები ღირს 20 ლარი ღირს მინიმუმ ერთი кейსი, მაგრამ ნუ ტემოზე იაფი უნდა ღირდეს. და ამ ბოლო დროს მუქ ყავისფერი და შოკოლადისფერი და გართულება მაქვს. გართულება მაქვს რა, ნუ ძალიან მომწონს. მე უფრო ღიაფერები მიხდება, მაგრამ რაღაცა ეს ფერები მომწონს უბრალოდ და. ეს ხარისხი ძალიან კაია. სარჩკა. ძალიან კაი ხარისხია. ეს სიტყვა ერად უნდა მენდოთ ხალხო, იმიტომ რომ ახლა ავადი ჩავაცველი არ ვარ, ძალიან მეზარება ხოლმე რაღაცების გაზომვა თან ვიდეოში. და ესეთი კაბა, რომელიც რატო ეს დაჭმურნული ვერ გავიგე, მაგრამ ნუ ნახეთ რა სიგრძეა. იმიტომ რომ მე მაღალი გოგო ვარ და მოკლე კაბა რად მინდა, ხო? ეს კაი. ამათში გადავიხადე, ანუ ორეულში, რომელიც ძალიან საყვარელია. 22 და 70. ნუ ძალიან იაფია, იმიტომ რომ ეს ღირდა 80 ლარამდე ეს ორეული. და რაღაც ფასტაკლება იყო მე მგონი და მაგიტო გამოვწერე. კაი, შემდეგი არის კიდევ ერთი გარემეს ეს გავხსნათ საროჩკა. რომელიც გამოვწერე ვარდისფერი, იმიტომ რომ ჩემი წინა ვარდისფერი საროჩკა გავაუბედურე. მაგრამ საყვარელია, ნახეთ. აი, ესეთი საროჩკა. დიდია მე მგონი ეს ძალიან. ეს დიდი საყვარელი ღილები აქვს. ამ ვარდისფერში გადავიხადე 23 და 75, შავში გადავიხადე 26 და 72, რაც მე თუ მკითხავ ძალიან კაი ფასია, იმიტომ რომ აქ ძალიან ძვირები ღირს. და მე ონლაინ შოპინგი რატომ მიყვარს კიდე და ალბათ ყველას იმიტომ გიყვართ, რომ მეზარება გარეთ ბოდიალი და რაღაცების მოზომება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამათ გამოწერ, ჩამოვა, მოგეწონება, არ მოგეწონება, გზავნი უკან. easy peasy. შემდეგი არის ისევ ზედა, ანუ რაღაც ძალიან ისე მიეწყო. ეს არის მე მგონი, ხო, ეგ არის. ნახეთ რა საყვარელია.
Stop making drama, you're not Shakespeare. ზოგადად ვერ ვიტან დრამა ქვინ ხალხს, აი ყველაფერსგან დრამას რო ქმნიან, მართლა. ეგეთი მეგობრები მყოლია, ვით ძალიან დრამატულები იყვნენ და ჩემი ყოფილი მეგობრები არიან და გამოიცვალეთ რატო ამ ყველაფერს ახლა ძირს რო უყრი, იმედი მაქვს რომ არ სრება და არ გაუბედურდება, ხო? კაი, ეს ამანათი მორჩა. ხო? ეს რა ხრიგია? ერთი წუთი დამალდოთ გავხსნა. მოკლედ ხალხო, ორი ცალი გვაქვს ესეთი, როგორც აღმოვაჩინე. ორი რატო გამოვწერე, არ ვიცი, მაგრამ ეს ის კამერებია დღეს, რომ ძალიან ტრენდულია და ყველას რო უკეთია და ამ შემდეგ, ხო და მეთქი მეც მინდა თქო და არ ვიცი, ალბათ საერთოდ გამოვიყენებ თუ არა. და რად მინდოდა, მაგრამ ორი ცალი გამომიწერია. თან ორივე ერთნაირი, ოღონდ სხვადასხვა ფერი. ჯარჯი შესაძლებლად არ მინდოდა. მოკლედ, ერთში გადავიხადე 6 და 98 ოქროს ფერში და მეორეში 8 და 13. რატო ეს ცხოვა არ ვიცი ფასებს შორის. მართლა ვერ ვიგებ მაგას და ეხლა ეს რა არის? მოკლედ, სამაგიდო თამაში გამოვწერე Go ეხლა ვინც არის რა არის? არის იაპონური სამაგიდო თამაში, რომელიც ძალიან გავს ჭადრაკს. წესები არ ვიცი, არასდროს არ მითამაში, უბრალოდ Facebook-ზე შემხვდა ამას და ძალიან მომეწონა და მეთქი უეჭველი მჭირდება თქო. ზოგადად სამაგიდო თამაშები ძალიან მიყვარს და ვაგროვებ და რამდენიმე მაქვს უკვე, ბევრი არ მაქვს, მაგრამ ერთი 10-მდე ალბათ ან 15-მდე სამაგიდო თამაში მიქნება და ეს იქნება კიდე ერთი. უბრალოდ ესეთ პატარა რატოა ვერ ვიგებ, ამაში გადავიხადე 18 და 79. ალბათ პატარა რომ მაგიტო გერდა ესეთი დაბალი ფასი. შიგნით უკვე კენჭები დევს. ხო, შავი და თეთრი. თამაში არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი და ჩემო მეგობრებო, ვინც მიყურებთ, ახალი სამაგიდო თამაში გვაქვს ხო და შეგიძლიათ მესტუმროთ. ერთად დავტესტოთ ეს ახალი სამაგიდო თამაშიც. და მე თუ მომეწონება, ალბათ ადეკვატურ ვერსიასაც გამოვწერე. სულ ეს იყო არა, რა სულ ეს იყო კაცო. ეს არის ხალხო, ჩემი ერთოთი გავხსნა. ლამაზია, ნახეთ რა ლამაზია. მე მგონი კი არა და დიდი მაქვს გამოწერილი. ფეხსმელზე ეს ტკივილი მაქვს, რომ ძალიან დიდი ფეხი მაქვს და საქართველოში ვერასდროს ვშოვლობ ჩემს ზომა ფეხსმელს. ამიტომ ვიწერ ხოლმე და რო ვიწერ ან არის ჩემი ზომა, ან არ არის ჩემი ზომა და ამიტომ სულ მაქვს ხოლმე მაზოლები. სულ მტკივა ფეხსმელი, იმიტომ რომ მაჭერს, ან ძალიან დიდი მაქვს და მოკლედ ორი უკიდურესობა არის ამ შემთხვევაში. ტემოდანაც ვიწერ ხოლმე, მაგრამ როგორც წესი პატარები, ამიტომ ვიწერ ორი ზომით დიდ და ეს ეხა ორი ზომით დიდი კი არა და უფრო დიდი არის, იმიტომ რომ ჩავიცვი და დიდი მაქვს ჩავარდი შეგით არა და ძალიან მინდოდა და ძალიან მოწონს, მაგრამ თან რაღაც დამაქალური ვარიანტია თქო. ამიტომ დედა ჩემს წესით მოერგება, იმიტომ რომ დედა ჩემს შაბის დიდი ფეხი აქვს და თუ მოეწონება, ამას გადავს. გამოწერილი მქონდა კიდე ეს პაწუკას სამკაულები და ნარლამაზები ერთ წამით. გავხსნი ამათაც. პირველი არის ეს ულამაზესი, რატო თლიფინებ ხალხო? ეს ულამაზესი ფეხის სამაჯური, მოიცა. ესეთი. რომელშიც გადავიხადე ლარი და 65 მე მგონი. შემდეგი არის დრაკონი ის ყურის რაღაცა სამკაული, საყურე. ესეც კიდე რავი. ეს რატო გამოვწერე? ვინმე თუ გავცეთ ამაზე პასუხს თუ რატო გამოვწერე? 5 და 58. წუთი. ესეც საყურე. რომელიც დამეწუნებით ალბათ რომ ულამაზესი არის, მაგრამ ეს არ ვიცი სად გავიკეთო. და ამაში გადავიხადე 2.92. რაც საკმაოდ კაი ფასია, თან ლამაზია. ესეთი პაჭაგუჭები აქ ძვირები ღირს საკმაოდ და რა დამრჩა, ხო? ფარემ გახსნილს გაჩვენებთ. ეს არის ტუში, ოღონდ ყავისფერი ტუში, უბრალოდ ჩემი თმის ფერი. იმიტომ რომ სულ ყველა ტუში მაქვს შავი, რის გამოც ცოტა პრიკოლურად არა, უხერხულად არა და ცოტა სასაცილოდ გამოვიყურები ხოლმე, როცა ეს წითური გოგო თუ რაც ფერიც ვარ, შავი ტუშით მოძრავ. არა, მაგრამ ეს რაღაცნაირი არ ვიცი, რამდენად დავამუღავებ ამის გამოყენებას, წასობას, წასმას და შემდეგ. ზოგადად მაკიაჟიც ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ამიტომ ძალიან მშურს იმ გოგოების, რომლებიც იდეალურად იკეთებენ მაკიაჟს და ძალიან ლამაზად დადიან და შემდეგ. ბუნებრიობას ვესალმები, ამიტომაც, იმიტომ კი არა რომ კანს ვიზიანებ და შემდეგ, იმიტომ რომ მე უნიჭო ვარ მაგ საქმეში. ან უნიჭო რომ ვარ მხოლოდ მაგიტო. კაი, ამაში გადავიხადე 2.56 და ამაში გადავიხადე 3 და 5. ეს ძალიან ხარისხია და აბა თუ მიხვდებით რა არის. ეს არის
სუნამოს კონტეინერი პატარა რო ყოველდღურად ატარო. სუნამოს მინი კონტეინერები მაქვს, მაგრამ სულ მეკარგება ხოლმე ან ჟურნალს და ეს წესით მედგარი არასას ვუყურებ და უკან არ დავაბრუნებ ყოველ შემთხვევაში. და ორი ნივთი დაგვრჩა კიდე. ეს არის გრილში ჩასადები. უბრალოდ მე მგონი ჯერ პატარები გამოვწერა, ეხლა დედა ჩემმა აჩუქა ჩემს ძმას 2 სართულიანი 2 სათავსოიანი გრილი. ამაში გადავიხადე 7.54 თესასმელი. ეს იმას პატარა არის ზომით ზომანახევრით. და აი ესეთი საყვარელი ბალეტკებია. ვიწერ ხოლმე და შეადარეთ ახლა ზომა უბრალოდ. აშკარად ხვდებით ხო, რომ ეს ჩემი ზომა არ არის. ეს ნომერგო და კარგად მაქვს. ეს დანდიდი მაქვს. და ხო, ну საყვარელია 1-2 ჩავიცვალ ალბათ ამასაც. ყველაზე მეტად მაინც მე ახლა ამ ნივთებს შორის ყველაზე მეტად მაინც მომეწონა აი ეს უსაყვარლესი. თმის სამაგრი თუ რაც არის, ანუ ნახეთ რა ლამაზია. თან ეს რეკვიზიტად შეიძლება გამოიყენო. რეკვიზიტია, მაგრამ რა არის? ანუ უბრალოდ ახლა მოჩოჩებულია ცოტა. ალბათ მგზავრობის გამო. და ეს მომეწონა კიდე ძალიან. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და გამოიწერეთ არხი. Unboxing სისტემასაც ალბათ კიდე კაი ხანი აღარ გადავიღებ, იმიტომ რომ ყველა იღებს ხო და მეც რატომ უნდა გადავიღო თან ესეთი ჩვეულებრივი unboxing-ი, მაგრამ ვისაც ესეთი ჩვეულებრივი რაღაცების გამოწერა ძალიან მოგეწონათ და იხალეთ ჩემთან ერთად. აუცილებლად დამიკომენტარეთ, რომ ელო კიდე გადაიღებ. ან პინდუო თუ გინდათ რომ გადავიღო, ეგეც დააკომენტარეთ და გადავიღებ. ხო. შემდეგი ალბათ დაიდება tier list-ის ვიდეო, მაგრამ რა tier list-ს ვიღებ, მაგას არ გეტყვით. ფლაგი დაგემშვიდობებით, ნახვამდის და ბედნიერ დღეს გისურვებთ, აბა ხო.